უბრალოდ ყოველისა რაც შეეხება ნატოში წევრობას და ვფიქრობ რუსეთის უკვე მე რამდენი გარემოებებით აგრესიამ და იმ ვითარება რომელიც დღეს არის რეგიონში, ევროკავშირის თუ ევროპის რეგიონში გვაჩვენა ერთი რამე. თუ კი არის სადმე საზღვარი მშვიდობის, ეს არის ნატოს საზღვარი. ამიტომ ამას ჩვენ ვხედავთ პირდაპირ ღიად თუ სადგადის ეს მშვიდობის ხაზი. ამიტომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის რომ ის მისწრაფება, რომელიც აქვს ჩვენ ხალხებს და ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს და ქართულ ხალხს, ის სურვილი რაც ნიშნავს, რომ ვიყოთ ჩვენც ისევე როგორც სხვა ქვეყნები დაფარული ნატოს უსაფრთხოების ხოლგით, მნიშვნელოვანი არის რომ ამას ჰქონდეს ადეკვატური გამოხმაურება ნატოს მხრიდან. ჩვენ 2008 წელს ითქვა, რომ ნატოს კარები ღიაა, თუმცა ეს ღია კარის პოლიტიკა ჯერჯერობით რჩება მხოლოდ ღია კარის პოლიტიკად და წინ ამ მხრივ დიდად გადადგმული ნაბიჯები არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ამ მხრივ იყოს პროგრესი. მე ამაზე მქონდა საუბარი, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა არგუმენტები გამოიყენება ხოლმე იმისთვის, რომ რაღაცნაირად გამართლდეს ესა თუ ის გამართლდეს გადაწყვეტილება, რომ არ ხდება თქვათ გაწევრიანების გეგმის მინიჭება თუ სხვა შემდეგი ეტაპზე გადასვლა, თუმცა ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ყველა ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არის. გაცემულია როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, აქ ვფიქრობ, რომ თავად ნატოს წევრი ქვეყნებიც უკვე დარწმუნდნენ იმაში, რომ მნიშვნელოვანი არის უფრო მეტი სიცხადე და ბუნდოვანება, როგორც ჩვენ 2008 წლიდან ქონდა ეს ბუნდოვანება მხოლოდ აღრმავებს რისკებს და მნიშვნელოვანია მეტი სიცხადე ამ მხრივ და ასევე რაც შეეხება თვითონ სახელმწიფოების მზაობას, ვფიქრობ საქართველოს მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ არის ხოლმე საუბარი ამა თუ იმ რეფორმაზე, ვფიქრობ, ეს უფრო მეტად საბაბია, ვიდრე მიზეზი, არანაირი მიზეზი ჩვენი ინსტიტუციური განვითარების მხრივ ნატოს არ აქვს, რომ არ გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მე შევახსენებ ყველას, რომ ყველა ნებისმიერი სანდოს საერთაშორისო კვლევების მიხედვით საქართველო ბევრ ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს სხვადასხვა ასპექტით, მაგალითისთვის გეტყვით გამჭვირვალობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე ეკონომიკური თავისუფლების ინდექსების მიხედვით საქართველო 15 წევრს უსწრებს ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით ნატოს 4 წევრ ქვეყანას უსწრებს საქართველოს. ამიტომ აქ საუბარი იმაზე, რომ თითქოს საქართველოს ინსტიტუციურად გულისხმობ დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ არის მზად შემდეგი ეტაპისთვის, ეს არის მხოლოდ საბაბი და არა მიზეზი. რაც შეეხება სამხედრო მზაობას, ჩვენი სამხედრო კონტინგენტის 80% სხვადასხვა სახით ჩართული იყო ნატოს სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის საერთაშორისო მისიებში და არის სულად თავსებადი ნატოსთან, ამას თავად ნატოც აღნიშნავს და გარდა ამისა ჩვენი კონტრიბუცია უსაფრთხოების საკითხებში რიგ შემთხვევაში აღემატებოდა ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყნის კონტრიბუციას. მაგალითის სახით კიდევ ერთხელ მოვიყვან ავღანეთის მისიას. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტრიბუტორი იყო თავისი კონტინგენტით ავღანეთში, ხოლო აბსოლუტური რიცხვებით მეოთხე იყო თავისი რიცხოვნობით და ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც დღეს განსაკუთრებით გამოირჩევა ხოლმე ასე ვთქვათ ამ მხრივ კრიტიკულობით საქართველოს მიმართ, იმისი მეათედიც კი არ ყავდა ავღანეთში გაგზავნილი კონტინგენტი, რაც საქართველოს ყავდა. სადაც საბრძოლი იყო საერთო ღირებულებებისთვის და საერთო მშვიდობისთვის, საქართველოს ყველგან იბრძოლა და ამ მხრივ ნატოს წევრ ქვეყნებზე მეტიც იბრძოლა. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს დამოკიდებულება, რაც საქართველოს აქვს ნატოს მიმართ და ეს კონტრიბუცია შესაბამისად დაფასდეს.